ოზურგეთი. თქვენს წინააღმდეგ თამაშობს ირაკლი დარჩია მე-9 კლასის მოსწავლე ოზურგეთიდან. ბატონებო, ვის უყვარს ჯეკ ლონდონი? არის ვინმე ჯეკ ლონდონის მოყვარული გუნდში? განსაკუთრებული წინააღმდეგობრივი გრძნობებიც არ მაქვს. ჯეკ ლონდონის მოთხრობაში თქმულება კიშზე, The Story of Kish, აღწერილია უკიდურეს ჩრდილოეთში პოლარულ ზღვასთან მცხოვრები ჭაბუკის ამბავი. ჭაბუკის სახელად კიში. კიში ასე ემზადებოდა, ბატონო ოთარ. ვეშაპის ულვაშის, იცით რა არის ვეშაპის ულვაში? ვეშაპის ულვაში. საცეცი არ არის თუ რაღაც. ვეშაპის ულვაშის წვრილ ზოლს, ღერს ახვევდა პატარა ბურთულებად, პოხავდა სელაპის ქონით, აკეთებდა ბურთულას ქონის მეშვეობით, დახვეული ვეშაპის ულვაშის და ღამე გასაყინად ტოვებდა იგლუს გარეთ. ყურადღება, შეკითხვა. ბატონო ოთარ. რისთვის ემზადებოდა კიში? დრო. ვადამდელი? ვინ უპასუხებს? ნიკო ნერგაძე. ნიკო ნერგაძე. გისმენთ ბატონო ნიკო? სანადიროდ ემზადებოდა ამას გადაყვების ყოველი მე. ერთ წუთი, აი. მანახებოდა სანადიროდ. შევხედეთ კამერაში ბატონო ნიკო და თავიდან ბოლომდე ჩამოაყალიბეთ. სწორი პასუხია ის ემზადებოდა სანადიროდ. რაზე ის სანადიროდ? რაზეც ნადირობდა, თქვა დათვზე. გადაყლაპავდა სელაპის ქონს, რომელიც მუცელში გადნებოდა, გასწორდებოდა ვეშაპის ულვაში და ის მოკვდებოდა. რატომ? იმიტომ რომ ვეშაპის ულვაში არის მჭრელი, გაიჭრებოდა მუცელი და ბავშვები შეიძლება უყურებდნენ და არ არის მამაზი. ყურადღება, სწორი პასუხი. ვეშაპის ულვაშის დაახვევით მიიღებოდა ბურთულები, რომლებიც ღამე იყინებოდა, მაგრამ ქონის სუნი აზდიოდა. ამ ბურთულებს კიში ყრიდა დათვების საბინადრო ტერიტორიაზე, დათვი ბურთულებს ყლაპავდა, ქონი კუჩში დნებოდა, ვეშაპის ულვაში იშლებოდა და ცხოველს კუჩს უფატრავდა. მომაკვდავი დათვი ჭაბუკის ნადავლი ხდებოდა. ასე ემზადებოდა კიში თეთრ დათვზე სანადიროდ. ნიკო ნერგაძე. ასე ემზადებოდა ნიკო ნერგაძე თეთრ დათვზე სანადიროდ. ანგარიში